ოცნების მთავრობამ რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყო. არსებობს საფუძვლიანია ჭირო დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ძვირადღირებული სივრცე. მორიგი საეჭვო კორუფციული გარიგებების ადგილად იქცევა. ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე იყო დაინტერესებული ამ ტერიტორიაზე სულ სხვა ნაგებობის დადგმით, რომელიც გიგი უგულავამ ჩიტის სახელით მოიხსენია. მაგრამ ივანიშვილის იდეა იმდენად შეუსაბამოდ მიიჩნიეს ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, რომ განხორციელებაზე მას უარი უთხრეს. რიყის დოქები იტალიელმა არქიტექტორმა დააპროექტა. სივრცე განკუთვნილი იყო საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი აშენება 75 მილიონი ლარი დაუჯდა. პოლიტიკური შურისძიება და ახალი კორუფციული გარიგების ნიშნები თემაზე მარიკა ბოლქვაძე მუშაობს. რიყის დოქების დემონტაჟის პროცესი უკვე დაწყებულია. ჩემს უკანაც ხედავთ, რომ ის უკვე ღობით არის შემოსაზღვრული და ღობის შიგნით უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. შენობის გარე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოხსნილია და უცნობია ამ ნაწილებს შემდგომში სად წაიღებენ. ექნება თუ არა მას რაიმე დანიშნულება და მოხდება თუ არა რიყის დოქების კონკრეტულ ლოკაციაზე რომელიმე ინვესტორის მხრიდან აღდგენა ან სხვა სივრცისთვის მისი ნაწილების გამოყენება. ჩვენ აქ დავუსვით კითხვები ადგილზე მომუშავეებს დემონტაჟის პროცესებთან დაკავშირებით. ვცდილობდით გაგვერკვია, როდის დასრულდებოდა დემონტაჟის პროცესი მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ მათგან პასუხები ამ კითხვებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ და მეტად სავარაუდოა, რომ ადგილზე არ მუშაობენ ქართველები და დემონტაჟის პროცესში ქართველები არ იღებენ მონაწილეობას, რადგან უცხოენოვანი თანამშრომლები შეხვდნენ ჩვენ და სავარაუდოდ იმ თურქული კომპანიის თანამშრომლები არიან ისინი, რომელმაც რიყის დოქები, როგორც შენობა ნაგებობა ჯერ შეისყიდა და მისი მიწის ტერიტორია და შემდგომში აქ მისი დემონტაჟის უფლება მოითხოვა და დაგეგმა ახალი შენობა ნაგებობის, კონკრეტულად სასტუმრო კომპლექსების და კაზინოების მშენებლობა. რიყის დოქებს 14 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დანიშნულება ვერ ასე ვთქვათ გამოუნახა და ნაცვლად იმისა, რომ მისთვის დანიშნულება გამოეძებნა, მისის შიდა სამშენებლო სამუშაოები ოცნებას არც კი დაუსრულებია. შენობა წლების განმავლობაში დაკეტილი და უფუნქციო იყო, არადა ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ რიყის დოქები მნიშვნელოვანი ტურისტული სივრცე და აგრეთვე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე უნდა ყოფილიყო, ადგილზე უნდა გახსნილიყო საკონცერტო დარბაზი და თეატრი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ქართულმა ოცნებამ რიყის დოქები თურქ ინვესტორს მიყიდა. ჩვენ ვესაუბრეთ აგრეთვე ურბანისტებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ურბანისტები საუბრობენ იმაზე, რომ უცნობია ახლა ის შენობა ნაგებობა და კაზინოების და სასტუმროების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აქ დაგეგმილია, რამდენად შეესაბამება ურბანულ გარემოს და საუბრობენ კონკრეტულ საფრთხეებზე. ამასთან დაკავშირებით მაგალითად ურბანისტმა ანა ბიბილაშვილმა გითხრა, რომ მერიაში განცხადებაც აქვს შეტანილი, თუმცა პასუხები უწყებისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რახან რიყის დოქები ნაციონალური მოძრაობის დროს არის აშენებული, ახლა ქართული ოცნების მხრიდან მის დემონტაჟზე გაცემული ნებართვა პოლიტიკური შურისძიებაა და ოცნების მორიგი კორუფციული გარიგების და სქემის ნაწილია. Это ваша компания сносит эти здания? Я не знаю. А вы кому сюда пришли? Вы эту компанию представляете, которая сносит сейчас это здание? Когда закончится снос? გასაჩივრების დოკუმენტს ახლავს თან დასაბუთება, ანუ რატომ ვასაჩივრებთ, რა არის საფუძველი. და საფუძველი არის კონკრეტულად ის გარემოებები, რომ მერიამ არ შეისწავლა სრულად ამ დემონტაჟის მიზნობრიობა. ამდენად დიდ ზიანს მოუტანს ამ ტერიტორიის შემდგომი სამშენებლო განვითარება ქალაქს, ეს ცნობილი არ არის. დემონტაჟის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს რა ბედი ელის და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ ტერიტორიაზე მესაკუთრე აპირებს სასტუმროს მშენებლობას, ანუ სწორად რომ გავიაზროთ და მოქალაქეებმა გაიაზრონ, მათ შორის ადამიანებმა, რომლებსაც ეს შენობა არ მოსწონთ, გაიაზრონ, მესაკუთრე აპირებს დაანგრიოს კულტურული დანიშნულების შენობა და ააშენოს სასტუმრო. დემონტაჟი არის კრიტიკულად ყველაზე უარყოფითი გადაწყვეტილება. დოქების დანგრევა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ვანდალიზმი, ეს არის პოლიტიკური აღგანისწორება ივანიშვილის, სააკაშვილის მიმართ, მისი მემკვიდრეობის მიმართ, იმ კულტურული ნაგებობის მიმართ, რომელიც იყო გამორჩეული, თუმცა ამავდროულად იყო საზოგადოებრივი სიკეთე და ამ საზოგადოებრივი სიკეთის ნაცვლად გაჩნდება რეჟიმის კერძო საკუთრება, სასტუმრო, კაზინო, რომელიც აი ამ რეჟიმის ბიზნეს ინტერესებს მოემსახურება, ამ საზოგადოება დაკარგავს საკუთრებას და ეს საკუთრება გადავა ივანიშვილის რეჟიმის ჯიბეში და მხოლოდ მათი
ჯიბეკ ეს გასქილდება. შენობა ნაგებობებს, რომლებსაც შეეძლო რომ ქვეყნის ბიუჯეტისთვის სარგებელი მოეტანა, საქართველოსთვის სარგებელი მოეტანა ზოგადად როგორც ფინანსური, ასევე იმიჯის თვალსაზრისით, სამწუხაროდ მთელი ამ წლების განმავლობაში 2012 წლიდან საზოგადოებაში დანერგეს განცდა, რომ ეს არის შენობები, რომელიც არავის არაფერში არ ჭირდება. ეს შენობა არის უფუნქციო. მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ ეს შენობა ყოფილიყო ფუნქციური. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება შენობა ნაგებობებზე. მაყურებელს შევახსენებ, რომ რიყის დოქები 2021 წელს ქართული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, დავით ხიდაშელმა 10 მილიონად შეიძინა. შემდგომში მან რიყის დოქები და მისი მიმდებარე ტერიტორია ქართული ოცნების მილიონერ დეპუტატს გიორგი ბარვენაშვილთან დაახლოებულ და დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. შემდგომში უკვე ამ კომპანიამ რიყის დოქები თურქ ინვესტორს გადაუფორმა და მიჰყიდა, რომელმაც მოიპოვა როგორც არსებული შენობა ნაგებობის დემონტაჟის, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსების და კაზინოების მშენებლობის ნებართვა.